ხაკულება სადამდე შეიძლება მივიდეს ჩვენი ტრაგიზმით და კომიზმით. მე არ ვიცი, სასაცილო უფრო არის პატირადი. რა გაცილებს თქვენ უფრო ეს არის საშინელება და დილგამოწყების საქმიანობა და უბედურება. იცინით მას შემდეგ რაც გავიდა ეს თანაწერი. ძალიან აშკარად გავს. კომიკურ კინოს გადაღებულს ტოტალიტარულ სახელმწიფოზე და დიქტატორულ ძალიან გავს. და სუდანის დისიდენტური ტერმინი. რა არის დისიდენტური ამაგრება? ჩემაც რვიდახი და არავის ამას თავს არ ვახო, მე მართლაც რომ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის, ნებისმიერი ჩვენი მეზობლის, მშობლისთვის ეს არის პრობლემა, როდესაც რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფი, ან გარკვეული ჯგუფი ადამიანებს ფიქრობს, რომ საქართველოს დაიწყო აგრესია სინვალის რეგიონში. ეს არის დიდი პრობლემა. ეს ჩემი პოზიციაა და ამაში მეგონი ბატონი ჯორჯის გამო. ამას არავინ არ გეკამათება. არა, სპეციალურად გამოგიწევა. არავინ არ საუბრობს. შორის ნებისმიერ ფაქტს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გამო დაიწყო რაღაცა ტიპის სამხედრო შეტაკება. საბადოაკაც ამის შესახებ იწერება დასავლეთში. ამის შესახებ სხვა ბატონმა სარკოზიმ, ევროკავშირმა და ასე შემდეგ რომ სახანიყო რეაქცია რუსეთის ესე იგი იყო რაღაცა ქმედება გარკვეული. ამაზე მარტო ჩვენ არ საუბრობთ. მე კიდე ბუნებრივია მარტო ჩვენ, მაგრამ მე ვიძახი რომ ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის დღეს ეს არის პრობლემა. როცა სარკოზი მოყავს სარკოზი მოყავს, მაგრამ მაშინ უნდა მოყავს სხვა ადამიანები, რომლებიც საპირისპიროს იძახიან. მე სხვანაირად ვიძახი აქ რომ ეს დღეს არის ერთ-ერთი სერიოზული საფრთხე. ნამდვილად არის ეს. გარდა იმის, რომ ეს არის წყვილი ჩემი აზრით, იმიტომ რომ კი არა ვიღაცა იტყუება, უბრალოდ არასწორი ინფორმაცია. ეს დაზუსტების ვიცი. ეს ჩემი პოზიცია და არავის შეურაცხყოფას არ ვაკეთებ, მაგრამ ეს პრობლემაა, ეს ჩემი პოზიციაა და ეს ამაზე ვერანაირ შემედავება, მაგრამ გადასწორება არის ამას ძნელი არ გადაგეხოთ. მოდით უკან გადავაწყვეტ ნიცა შეკითხვის დასმის განეთ. მიეცეთ მიკროფონი. საბადოზე ახალგაზრდა დემოკრატები. საერთოდ საუბრობთ ამ კომისიის დასკვნაზე, უნდა ვისაუბროთ თუ რასწორებით ჩვენ ველოდით იმას, რომ იქნებოდა კრიტიკა სახელმწიფო უწყებების და ეს კრიტიკა ამ დასკვნაში იდო. ველოდით იმას, რომ საქართველო იქნებოდა უფრო აგრესიული ქვეყანა ვიდრე რუსეთი, ეს რა თქმა უნდა არ იქნებოდა, რადგან რეალურად არ არის ეს ასე. როდესაც ჩვენ არ არის უფრო აგრესიული ქვეყანა ვიდრე რუსეთი. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოს რუსეთის ომზე, ისი ფესები უნდა ვედიოთ ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციიდან, რომლიდან მოყოლებული ხელისუფლება მაწარმოა დამღუპელი საგარეო პოლიტიკა მით უმეტეს როდესაც ხელისუფლება მაწარმოა დამღუპელი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. ასე რომ ეს კომიტეტის დასკვნა მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ვიმეორებ, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, თავისთავად ვერ იქნებოდა თითოეული ჩვენგანი შეხედულების და სამსოფლმხედველობის იდენტური. შემდეგი შეკითხვა, განეთ ეს იყო პრომოსადრობა შეკითხვა. მაინტერესებს აი მას შემდეგ რაც აქშაიას მიმართ გაშთა შენიშვნები დასკვნაში საზოგადოებაში გავრცელდა აზრი და უკვე ალბათ რაღაც გამორიცხავენ რომ ეს შენიშვნები აქშაიას მიმართ იყო გამოხატული იმის გამო რომ ხელისუფლებას უკვე მოძებნილი ყავს მის შემცვლელად ამასთან დაკავშირებით. მიკროფონი ეხლა ვიგიპასუხებ ამ ერთხელ. მე მგონი ამდენი საუბარი ბატონ აფიშბაიაზე მისთვის არ არის. მე მგონი ეხლა ასეთი პრობლემატური რაღაც წერია მასზე ამ დასკვნაში და პრობლემატური არის მეობა. და როდესაც თანამდებობის დაკავება გინდა ერთი თანამდებობის სტატუსით გამგვარცევა. არასოციალური დასკვნები მოამზადო აფიშბაიაზე. ჩემ აზრით დაბალაპარაკოს მათაზე. ნეტავის უნდა უნდოდეს. ვის უნდა თანამდებობის სტატუსი? ეს რაღაცა მაგრამ ზოგიერთი შეიძლება ზოგიერთი რა არის უფრო ლამაზად გაკეთება დასკვნით სახით საზოგადოებას უნდა მიიღოს. აი რაღაცა როგორც ყველაფერი არის მე ხალხი რომ ამდენი საუბარი თან არაობიექტურად არის შეფასებული ის დასკვნა, იმიტომ რომ საქართველოს სულად არ არის საკითხული. პირიქით ძვიან საქმეებს ამ ადამიანს რომ ეგრეთ კრიტიკულადაც არ არის ეს ბატონ აფიშბაია მოხსენებული, რაც შეეხება თქვენ კითხვას. მე ვთქვი რომ ეს სპეკულაციაა და არაფერი დადასტურებული არ არის. ამაზე ვერაფერს სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. შეკითხვა კიდევ ძალიან შევაზოშვილი ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატები. მე უბრალოდ ჩემი აზრია ესეთი რომ ამ კომისიის შექმნა როგორც მინიმუმ იმიტომ იყო ეფექტური რომ ხალხმა გაიგო ხელისუფლების პასუხები ამა თუ იმ კითხვაზე საზოგადოებაში. რა კითხვაზე უკვე? რა ამა თუ იმ კითხვაზე ხა ეს სიმართლე იყო მათი პასუხი თუ არ იყო ეს სხვა არის. საზოგადოება მოიწვია მათი პასუხები. ეხლა შემდეგი რა შეკითხვაც მინდა დავუსვა ხელისუფლების ხელისუფლებამ განაცხადა რომ მან დაინახა თავის შეცდომები და ამ შეცდომებს არ გაიმეორებს.
ეს დანახვა იმაში გამოიხატება, რომ პერევიდან გასული რუსის ჯარი ხელისუფლებამ თავისი განცხადებებით კიდევ უკან შემოაბრუნა. ეს არის პერევზე წინა გადაცემა იყო საათ ნახევრიანი ძალიან სულ პერევს მოკლედ უპასუხოთ ჩვენ უკვე დავასრულეთ და შემდეგ კიდევ ჟურნალისტი საკითხული 6 დეკემბრის სეზონაში დაიბეჭდა კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუძემდებლის ბატონი ვახტანგ ხმალაძის მოსაზრება, საკმაოდ სერიოზული და ვრცელი, სადაც ბატონი ვახტანგი საუბრობს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. ეს არის დეტალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ თქვენ წერან დაადასტურეთ, რომ 7-8 აგვისტოს იბომბებოდა უკვე ცხინვალის რეგიონი და ჩვენ გვქონდა უკვე კონსტიტუციაში ძალიან რთული ვითარება, თუმცა თავმარი მდგომარეობა პრეზიდენტმა გამოაცხადა 9 აგვისტოს. ის საფუძველზე თქვას, რომ ყველაფერს თავი დავანებოდა, თუნდაც ამის გარდა პრეზიდენტს სხვა შეცდომა არ დაეშვა, ბატონი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ერთი დღის დაგვიანებით თავმარის მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი შეგვიძლია დავაყენოთ. მე მაინტერესებს. თქვენ იგებულებათ ისეთი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. მე არ მეგულება არ ამჟამად მაინტერესებს იურიდიული ანალიზაში როგორც ჩვენთვის ცნობილია. საჭირო მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ იურისტებს და შეგნებულად არ გაამართლებს ამაზე ყურადღება. აიგივე ბატონო გამიშოს დავაყენებ თუ არა რას ვიძახ? როდი შეკითხვები ჩამოთვალოთ და შემდეგ უპასუხოთ ყველაფერს. ბატონო აკაკი იგივე კითხვის გაგრძელებაა, ესა საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა უფლება მიემართათ სხვა ქვეყანას პროტესტირებებზე და სიტუაციაში ამის უფლება ჰქონდა კონსტიტუციის. რატო არ მიემართა? მიემართა სხვა ქვეყნისთვის? გასახმო არა. რატო არ მიემართა? რატო არავის არ გაუჩნდა ეს შეკითხვა, რომ ეკითხა პრეზიდენტისთვის? მიემართა მას? მოდი ჩამოთვალო კითხვები და იბატონო მაშინ უპასუხოთ როგორც ერთ-ერთი ავტორია კონსტიტუციის, თუმცა ეს ანიშნავს, რომ არავინ არ შეუცდომელი. ჯერ სამხედრო საომარი მდგომარეობა ხო, ფაქტობრივი მონაცემების გეუბნებით და იქ შემოხ, იმიტომ რომ არასდროს ფაქტობრივი მონაცემები. ანუ ყველა შეიძლება შეეშალოს. საომარი მდგომარეობა ზეპირის სახით გამოიცა და არსებობს შესაბამისი აქტი 7 აგვისტოს ღამე, 9 აგვისტოზე დაამტკიცა პარლამენტმა. 48 საათში საქართველოს კანონმდებლობით პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საომარი მდგომარეობა, ისე მოხდა როგორც იყო. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის ესეთი ცნება არსებობს, მაგრამ აქ უნდა იყოს დანაშაული. მე ხო ვერავითარ დანაშაულს ამას ვერ ხედავ. ადამიანს დავარჩუნოთ თუ შეიძლება. ადამიანს არ შეიძლება ადამიანს ჩაუთვალოს დანაშაულად საკუთარი ქვეყნის დაცვის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხარვეზები იყოს. ამას მე პირადად არ დავუშვებ. მიკროფონად არ იხსნის მაინც. მეორე მოდით დავასრულოთ მეორე შეკითხვა. ჩვენ ეს კრიტიკას ჩაუცვალეთ პრეზიდენტს. საქართველოს ფედერაცია ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად სხდოდა დახმარებას. და ეს არ გულისხმობს მარტო სამხედრო დახმარებას, ეს გულისხმობს მორალურ დახმარებასაც და რუსეთთან ურთიერთობაში გააქტიურებას და შეიძლება კრიტიკა ჩაუცვალოს პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრის, რომ იმ დღეს არ იყო აქტიური კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი ჰქონდა მაგალითად ნატოს გენერალურ მდივანთან, საგარეო საქმეთა საფრანგეთთან 7-ში და 6-ში იყო მცდელობა დაკავშირებულიყვნენ პრეზიდენტ მედვედევს და მან უარი განაცხადა და ეს ცდელობა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება უფრო აქტიური საკომუნიკაციო პოლიტიკა ყოფილიყო იმ დღეს. აქ ერთი არგუმენტიც არის, რასაც ეს ადამიანები აცხადებენ ის, რომ ეს პერიოდი იყო ძალიან კარგად შერჩეული. ორი რამის გამო. ხამი რამის გამო. ერთი, ეს იყო უბრალოდ აგვისტო, მთელს ევროპაში და ამერიკაში დასვენების პერიოდი, ახლა წარმოიდგინეთ, თანამდებობის პირას ძალიან ნაკლებად ანგარიშს. მეორე ეს არის პეკინის ოლიმპიადა და მესამე არის შესაბამისი ამინდი, რომელიც მართლაც ინდოს ძალიან ხელსაყრელი იყო რუსული ავიაციისათვის და ზოგადად პრეზიდენტმა არაერთხელ საყვარელს ცდილობდა მათთვის მიეწვია. ხო, შეიძლება კრიტიკა ჩაუცვალოს, რომ იმ დღეს არ იყო კიდევ უფრო ინტენსიური კომუნიკაცია, როგორც ერთი ისე. შეკითხვა მე ძალიან ბევრი შეკითხვები ამდენ ერთად დაისვას ხო არ მომეჩვენა თქვენ ძალით რომ სამხედრო დახმარებას ხოდით სხვა ქვეყნებს? არა, დახმარებას მათ შორის მორალურად. ბატონო, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ყველა ჩამოაყალიბეთ თქვენი საქმეები და უნდა დავასრულოთ მალე. სახელმწიფოს მუზეუმი აბერაშვილი ჟურნალ ქართული ეთის მთავარი რედაქტორი. ბატონო, გაკი პირველი შეკითხვა თქვენთან და მე ბატონ ჯონისთან